სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით ყველას მეგობრებო. მაშინ მიემსგავსებათ სათასასუფეველი 10 ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად. ხოლო 5 მათგანი გონიერი იყო, 5 კი უგუნური. უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით. და რა კი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი. აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო. მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ. გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრებაო. გონიერებმა კი მიუგეს, რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენსა და თქვენს, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე, მზადყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს, უფალო, გაგვიღე ჩვენ. ხოლო მან პასუხად მიუგო, ჭეშმარიტად გეუბნებით, არ გიცნობ თქვენ. მას იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა. მეგობრებო, ეს არის იგავი, ქრისტეს იგავი და ჩვენ ახლა ძალიან მოკლედ გავმარტავთ ამ იგავს, ამ ძალიან საინტერესო იგავს. ესე იგი, ნახეთ. ანუ მე რაღაც მონაკვეთს წავიკითხავ და შემდეგ გავმარტავ, შემდეგ ისევ და გავმარტავ ამ იგავს. ნახეთ. ესე იგი, პირველი, მაშინ ემსგავსათ სათასასუფეველი 10 ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ სიძის შესახვედრად. სიძე, მეგობრებო, აქ არის ქრისტე. ქალწულები, რომელს გამოდიან, არიან ადამიანები, რომლებიც ელოდებიან ქრისტეს მოსვლას და ლამპრები ეს არის რწმენა. კიდევ ერთხელ, სიძე არის ქრისტე, ქალწულები არიან ადამიანები, რომლებიც ელოდებიან ქრისტეს მოსვლას და ლამპრები არის ეს ჩვენი რწმენა. ანუ ყველანი თითქოს მორწმუნეები ვართ, მაგრამ ყველამ ესე იგი ლამპარი, ანუ ჩვენი რწმენა ავიღეთ, მაგრამ თავარი არის რა გვაქვს ამ ლამპარში, ანუ რა გვაქვს ჩვენ გულში, რა გვაქვს ჩვენ რწმენაში. მეორე, ესე იგი 5 მათგანი ბრძენი იყო, 5 უგუნური. გრიგოლ პალამა განმარტავს, რომ ყველა ქალწულია, ანუ გარეგნულად ყველა, ესე იგი მორწმუნეა და გარეგნულად ყველა სუფთაა, მაგრამ სულიერი სიფხიზლე ყველას არ აქვს. ეკლესიაში საკმარისი სიარული არ არის, ხო, ეკლესიაში და სული უნდა იყოს ფხიზლად. შემდეგი, უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ ზეთი არ წაიღეს. ნახეთ, უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ ზეთი არ წაიღეს. ესე იგი, ზეთი არის გნებავთ სიყვარული, წყალობა, კეთილი საქმეები, სიყვარული, თავდავლობა, მადლი, ხო? წყალობა, მადლი, კეთილი საქმეები. მარტო რწმენა საკმარისი არ არის, თუ სიყვარული არ აქვს. ანუ თუ ადამიანი არ ეხმარება სხვებს, ხო, არ აქვს გულში სიყვარული, მისი ლამპარი ცარიელია, გესმით? შემდეგი, ხოლო ბრძენებმა ლამპრებთან ერთად ჭურჭლით ზეთის წაიღეს. ბრძენებმა წინასწარ იფიქრეს, ხო? ანუ ისინი მხოლოდ ეხლა არ ცხოვრობენ, დღეს არ ცხოვრობენ, ხო? ფიქრობენ მარადიულობაზე. ანუ ჭკვიანი ქრისტიანი ყოველდღე აგროვებს ზეთს. რას ნიშნავს აგროვებს ზეთს? ანუ
ლოცვას, ხო, ლოცვით აგროვებს, სიკეთით აგროვებს, მოთმინებით, სიყვარულით, თავდაბლობით, მოწყალებით, სუსი დახმარებით და ყოველთვის ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ყულაბა გავხსნათ, ზეციური ყულაბა და იქ დავაგროვოთ ჩვენი კეთილი საქმეები. იქ ჩავაგდოთ ხოლმე, იქ ჩაიგდება და იქ დაგვხვდება მერე ჩვენ დაგვხვდება იქ აუცილებლად. მეხუთე, რადგან სიძე იგვიანებდა, ყველას ჩაეძინა. რას ნიშნავს მეგობრებო? სიძის დაგვიანება. სიძის დაგვიანება ნიშნავს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა ჩვენთვის უცნობია, ხო, დრო დაძინება ეხლა ნიშნავს, რომ ადამიანის სიკვდილს ნიშნავს, მეგობრებო, ხო? ანუ ყველა გარდავიცვლებით, ყველა მოგდებით, ანუ ბრძენით და უგუნურიც. ეხლა შემდეგი ნახეთ, როგორი საინტერესოა, ანუ შუაღამესაც გაისმა ხმა. აჰა, სიძე მოდის, გამოდით მის შესახვედრად. ეფრემასური გამარტავს, რომ შუაღამე ნიშნავს მოულოდნელობას. გესმით? მოულოდნელობას ნიშნავს. არავინ იცის, როდის დადგება ეს წამი და წუთი. ანუ სიკვდილი და გარდაცვალება, ესე ვთქვათ, განკითხვა უცებ მოვა. შემდეგ, მაშინ ყველა ქალწული ადგა და თავიანთი ლამპრები მოამზადეს. ანუ სიკვდილის შემდეგ ყველა გაიღვიძებს, დადგება ღმერთის წინაშე, ღვთის წინაშე, ხო, მაგრამ უკვე გვიანი იქნება რაიმეს შეცვლა, იქ აღსარებას ვერ ჩააბარებ, ესე იგი სინამდვილე თუ ანუ ვერაფერს ვერ გააკეთებ. ჩვენ ამაზე ყოველთვის ვამბობთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი, ამ შემთხვევაში ინსტრუმენტი ჩვენი ხორცია, ხორცი არ იქნება, ესე იგი სული იქნება მარტო. და იქ ვერაფერს ვერ შეცვლი უკვე. ეხლა შემდეგი როგორ ნახეთ, უგუნურება უთხრეს, გახსოვთ ეს მომენტი, უგუნურებმა უთხრეს ბრძენებს. მოგვეცით თქვენი ზეთიდან, რადგან ჩვენ ლამპრები ქრებაო, ზეთი ააყდათ უკვე, აღარ აქვთ ზეთი და ქრებაო ლამპრები. ესე იგი, გარდაცვალების შემდეგ სხვისი დახმარება ვეღარ გიშველის და არ გიშველის და არ ექნება. სხვა ვერ გიშველის. სხვისი ლოცვა მნიშვნელოვანი აქ მიწაზე, ხო, მაგრამ იქ უკვე თითოეული თავის საქმეს, ასე ვთქვათ, პასუხობს. ანუ თუ გნებავთ ასე სხვისი სიწმინდე ვერ გადმოგვედება ჩვენ. როგორც მამები ამბობენ, ხო? შემდეგი მაშინ ყველა ქალწული ადგა და თავიანთი ლამპრები მოამზადეს. ხო, ეს წავიკითხეთ უკვე, უკაცრავად, შემდეგი უგუნურებმა უთხრეს ბრძენებს, მოგვეცითო თქვენი ზეთიდან, რადგან ჩვენი ლამპრები ქრებაო, ბრძენება უპასუხეს. შეიძლება ჩვენს და თქვენს, რომ არ გვეყოსო, ესე იგი წადითო და იყიდეთ თქვენთვისო. რას ნიშნავს ეს? არ გვეყოფაო ჩვენს და თქვენსო და ამიტომ წადით და იყიდეთო. გვაჭებთ ანუ ყიდვა ნიშნავს ცხოვრების განმავლობაში შრომას სულიერად. გამიგეთ? იქ უკვე ვეღარ ვიყიდით ჩვენ ვერაფერს. ანუ ახლა არის დრო მონანიებისა და სინანულის და საქმეები რო ვაკეთოთ. კეთილი საქმეები, გავიღოთ მოწყალება და ასე შემდეგ. შემდეგი, როცა ისინი წავიდნენ საყიდლად, მოვიდა სიძე, მზადყოფნი შევიდნენ მასთან ქორწილში და კარი დაიხშო. ცო, იხურება კარები. აი, იოანე ოქროპირი ასე ამბობს. კარი ნიშნავს სამოთხეს, კარი რომ დაიხურება, მერე აღარ გაიიღება უკვე. ღმერთი მოწყალია, მაგრამ დრო შეზღუდულია. უფალო გაგვიღე. ნახეთ და როგორი საშინელი სიტყვებია, ხო? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ. ანუ ღმერთი ამბობს, რომ არ გიცნობთ, არა იმიტომ რომ არ იცის ვინ არიან.
არამედ იმიტომ, რომ მათ არ ქონდათ სიყვარული, მოწყალება, კეთილი საქმეების კეთება, ესე იგი რომ უნარი და ძალა, სიყვარული, თავდაბლობა, მადლი, ღმერთთან ურთიერთობა უნდა იყოს ნამდვილი, გესმით და არა რაღაც ის ზედაპირულად და რაღაც ფორმალური და რაღაც თამაში. ღმერთთან თამაში არ შეიძლება. პიროვნული ურთიერთობა უნდა იყოს და კონკრეტული, ჭეშმარიტი, მარტო შენ და ქრისტე უნდა ელაპარაკო ხშირად. იღვიძეთ, რადგან არ იცით არც დღე და არც საათი. ანუ საბოლოო დასკვნა როგორი არის, მეგობრებო, რომ გრიგოლ პალამა ამბობს, რომ ასწავლიდა, რომ სიფხიზლე ნიშნავს მუდმივ ლოცვას და სინანულს, ხო? ყოველი დღე შეიძლება იყოს ბოლო და ჩვენ როგორც ახსენებთ ყოველთვის, როგორც თეოფანე დაყუდებული ამბობს, ქრისტიანი მუდამ უნდა იყოს დაჭიმული, ასე იგი სიმივით, გიტარის სიმივით და ესე იგი სიმი როგორ აგიტარებს, ხო, და არასოდეს არ უნდა მოუდუნდესო ქრისტიანია. კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ, სიძე, ანუ ქრისტე, ეს ასე გამარტავს წმინდა იოანე ოქროპირი, 10 ქალწული ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში არიან, ყველა გარეგნულად მორწმუნეა, მაგრამ შინაგან მდგომარეობაში განსხვავდებიან. შემდეგ ლამპარი ეს არის რწმენა, ზეთი, სიყვარული, წყალობა, კეთილი საქმეები და სულიწმინდის მადლი. ამაზე საუბრობს წმინდა გრიგოლ პალამა და სხვა მამებიც. სიძის დაგვიანება, ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლის დროის უცნობობა, შუაღამე ნიშნავს მოულოდნელი სიკვდილი ან განკითხვა, ან ხაზს უსვამს წმინდა ეფრემ ასური ამას და დახურული კარი, ეს არის 60-ის კარი, რომელიც სიკვდილის შემდეგ აღარ იხსნება და აღარ გაიღება კიდევაც. აბა ღმერთმა მოგცეთ ძალა და ღმერთმა მოგცეთ სიხარული და გაგაზლიეროთ და დაგლოცოთ.